რა ანგარიშია შენსა და ქორწილის ყვავილის წინ? ბიჭო, უბრალოდ დავიკავ. ეს შემოვახვევ ამას. ეგ მეწმინდა. აი ამით უნდა გააკეთო მაკიაჟი. ხო რა. არ მოგწონს მაკიაჟი? მე რამდენი ბძოლა. პირველი და უკანასკნელი. კოჩი მოიტანე, ზაბერ შაბანა. ლალი. Scrambled crumbles არის მე რამდენი კომენტარი. კიდევ გადაიღე რა ხოლმე. გამარჯობა, ეს არის მემოფანი და დღეს ჩვენთან სტუდიაში არის თიკო, ვიზაჟისტი, ინფლუენსერი და ზოგადად კარგი პიროვნება. გამარჯობა თიკო, როგორ ბრძანდები? გამარჯობა. კარგად თქვენ? ვინც არ იცნობთ, იცოდეთ და დარწმუნებულად ძალიან ბევრმა იცით და იცნობთ, მაგრამ გეტყვით, რომ ულამაზეს და უბრწყინვალეს მაკიაჟებს აკეთებს და რას უსურვებდი ჩვენ გადაცემას. ეხლა დავიწყეთ ფაქტიურად. მე რამდენი არ ვიცი. ლევ წარმატებას ვუშობდი მე თქვენ გადაცემას. ზოგადად მე ძალიან მიყვარს. რავი რა, რაღაცას ვეიწყებ, რაღაცას ვაკეთებ. აი გვერდში ვუდგები ყოველთვის ხალხი და თან აჭარლები ვართ რა ვართ და ბათუმიდან რა ვართ, აი უფრო მინდა რომ დიდ არენაზე გავიდეთ, ამიტომაც ჯერა რომ გახვალთ კიდეთ რა, ისე ვიცი რომ მთელი გულით და სულით აკეთებთ, რასაც აკეთებთ. აჰა, მადლობა დიდი. ვეცდებით ყოველ შემთხვევაში ძალას არ დავიშვით. ზოგადად შენს გვერდს ვინც ადევნებს, მსგავსი თემები გვექნება სასაუბროდ, TikTok-საც და Instagram-საც. პირველი კითხვა. რა ანგარიშია შენსა და ქორწილის ყვავილის შორის? ანუ სულ აი რამოდენიმე მე მომყვათ. ანუ ნულია თუ წიხი? ერთით რამდენი? არ ვიცი. ანუ მე როცა ძალიან მიყვარს ქორწილები, ზოგადად ძალიან მიყვარს სიყვარული და ძალიან მიყვარს ქორწილები და ანუ პატარაობიდან გავდიოდი იქ იმ არენაზე, აი თაიგულის დასაჭერად, მაგრამ ანუ პატარა ისეთ რომ გადიხარ ის დიდი გოგოები ისე გიყურებენ რომ ანუ შენი ადგილი აქ არ არის. გადი გოგოები. ხო და მეც როცა უკვე 18 წლის გავხდი, გადავწყვიტე რომ ანუ სრულწლოვანი ვარ და ანუ უკვე ჩემი დროც არის რა. ჩემი გამოსვლის მომენტია. შენ რო დაინახე ისეთები, შენ რო იყავი, მე უკვე ხა რა მე ვიცი. ანუ რაც უკვე ჩავთვალე რომ მე შემიძლია მაგ თაიგულისთვის ვიბრძოლო, მას შემდეგ გავდივარ, მაგრამ მხოლოდ ერთხელ გამიმართვა. და ისიც იყო ის შემთხვევა, როცა არც ერთი კაცი არ იდგა ჩემს უკან. ანუ ყოველთვის ვთხოვდი, მახსოვს რამოდენიმეჯერ, ჩემი და ქალის ქორწილში სიძეს ვთხოვი, რომ მეთქი გამოაცხადე, რომ აი ბიჭებო, თქვენ არ დადგეთ, ეს მხოლოდ გოგოების ტრადიციაა, დავიმახსოვროთ. მაგრამ ანუ არა. მაინც გამოდიოდნენ და ჩემი ნათესავის ქორწილში ვიყავი, ეგ იყო ნოემბერში, მახსოვს, იმიტომ რომ ერთადერთი შემთხვევა როცა დავიკავე. და ძალიან საინტერესო ისტორია სხვათა შორის მოგიყვებით. ანუ პატარძლის მამამ, რომელიც მე მეკუთვნის როგორც ბაბუა, იმან გაიყვანა თვითონ ყველა კაცი. ანუ იმან უკვე გამოვიდნენ რა, მზად იყვნენ უკვე ბიჭები გასათხოვად. ხო და იმან გაიყვანა, არაო, თქვენ არ უნდა იდგეთო. ხო და დავდექი რა და ჩემს წინ დგას ქალი, რომელიც წესით მეკუთვნოდა ალბათ ბებიათ. ანუ მართლა. თავისი გასაჭირი ყო. ანუ მეთქი, თან ჩემს წინ დგას, ახლა ჩემზე პატარაა, თან თან მაღალი ვარ და მაღლებზეც ვიდექი და ანუ ის ასეა, მე ასე ვარ, მაგრამ ისეთი მონდომებული იყო. ანუ აი მე მივხვდი რომ ისე რა, ამა ჩემზე მეტად უნდა მეთქი გათხოვება, ეს მაგთაიგულს მე არ მომცემს. ხო და რა, ანუ даже ვიდეოში ის მომენტიც ჩანს, თან ყველა უკვე მიღებდა, იმიტომ რომ უკვე ყველა მიცოდა რომ ეგ ჩემი საფირმოა, ანუ აქ ვდგავარ. ხო და ყველა რაკურსიდან მიღებდა და 1-2-3 გამოიქნია ამ პატარძალმა თაიგული. ხო და ანუ აი ეს ჩემ წინ ქალბატონი მენე იბრძვის მაგ თაიგულისთვის და როგორ მოხდა იცით, ანუ ამას ხელებში ჩაუვარდა. მოხდა ხელში და თან ასე თავი და აღარ ვიგე, აკაც წავაგეთქო და
არ ვიცი რანაირად ვერ დაიკავა. ანუ უკან წამოვიდა. და აი პირდაპირ გულზე დამეცა და ანუ წამებში მოვიბოქფი და რომ დავიკავე ხო? ხო, რა თან ეგ ყველაფერი ჩანს ხო და რო დავდე ეგ ვიდეო. თან რა საუნდზე დავდე ეს Everybody wants to know what I would do if I didn't win. რო ავტვირთე ვიდეო, კომენტარებში მიწე გვეღირსა. როგორც იქნა. ლოცა. აი ასე რა. მე ახლა კი დავიჭირე. ანუ ბედის წერამ გამოართვა იმ ქალბატონს ხელიდან. ჩემი აზრით კი, მე ჩემი გამომწერებმა გამომიგზავნეს რაღაც რიტუალები, რა უნდა გააკეთო სავსე მთვარეზე. ეს უნდა ჩადო რაღაც. გავაკეთე კიდეც. ჯერჯერობით. არ არის. არა უშოთ, აბა დიდ პერსპექტივაშია ეგ ცოტა ახლა. როდის იყო, რა თქვი? ეგ ნოემბერში. ნოემბრიდან ჯერ ცოტა დროა გასული ჯერ აი. ჯერ მარტო. კი ბატონო. კი ბატონო. ვახსენეთ გვერდზე დადება და მინდა კითხო მირთ. ეს ჩვენი სპონსორი რომელიც არ ყავს, იმან მოგვაწოდა. ვიდეო ვახსენეთ და რა არის შენი რეკორდი ნახვებისა? ნებისმიერ პლატფორმაზე. გეტყვით ახლა. ეგ ვიდეო მამაჩემს ძალიან უყვარს, იმიტომ რომ ბევრი ნახვა აქ. მამაჩემი ზოგადად, ანუ როგორ აიცით, შედის თვეში ერთხელ ათვალიერებს ჩემს ვიდეოებს, ანუ იქ გარედან ხო აწერია ნახვები. 500,000-ის ქვემო თუა, არც ხსნის. ანუ არ კადრულობს. ქვედაზღვარი აქვს, ხო? აი რა არის. სხვა ჩემს მასთან ერთად მივარდება ძალიან კარგად ვიდეოები და ჩემი ყველაზე პოპულარული ვიდეოც მასთან ერთადაა გადაღებული 32 მილიონი. მადლობა, ძალიან მილიონი, მაგრამ მე უფრო ვამაყობ იმ მილიონებით, რომელიც მაქვს TikTok-ზე. ანუ იმიტომ რომ ყოველთვის ვთვლი რომ აი არა ეს Instagram-ზეა. Instagram-ზე. ხო, რამდენიმე კიდე არის, მაგრამ ეს ყველაზე პოპულარულია, მაგრამ მე მიხარია როცა TikTok-ზე ვდებ ვიდეოს და ანუ მაქვს რამოდენიმე ვიდეო, სადაც მილიონია, 1,500,000, 2 მილიონი და ანუ ვთვლი რომ ანუ საქართველოს უმეტესმა ანუ კი. ანუ მთელი საქართველო მინიმუმ არის. ხო, რა ყველა მეორე. ყველა მეორე ყველა თითქმის. დაჟე უცხოეთში ვიცაა წასული ემიგრანტებიანად. კი, და ნუ ბრავი, მე ვთვლი რომ საქართველოს მასშტაბებით ეგ ძალიან კაი ციფრებია. მართლა კარგი შედეგი. მე მაგალითად არ მეგონა ეგ, არ ვიცოდი და არ მეგონა რომ მაგ ხო, ახლა თქვენ რა შეგაიტესეთ. ჩვენ გადაღებასთან რა კავშირი გვაქვს. ხო. რაში გაცვლიდი TikTok-ს? რანაირად გავცვლით. ანუ დაუთმოხდი. ყველაზე უფრო მეტად ანუ ხო TikTok-ის კეთება, ანუ ვიდეოების კეთება ხო გიყვარს და მოგწონს. უფრო მეტად ანუ. რაში უფრო მეტად დაინახავდი შენ თავს მაგალითად? კინოში. ფილმი. აი ფილმი, სერიალი, ნებისმიერი. ჩემს თავს ხედავდი ყოველთვის სცენაზე და ჩემს თავს ხედავდი ყოველთვის ეკრანზე. ჩემი უდიდესი ოცნება არის, რომ აი რაღაც როლი შევასრულო და უფრო მაგას გავყვე. იმიტომ რომ მიყვარს. პატარაობიდან არის ეგ სიყვარული სცენის მიმართ. რაღაც შიშების გამო ერთი პერიოდი დავთმე და ანუ არ ჩაუღრმავდი ამ ყველაფერს. მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, ამიტომაც ხო, ალბათ ერთადერთი ეგაა, სხვა არაფერი. ანუ საკუთარ პლატფორმაზე გადი და მე ანუ ფილმები. არა, მივმართავ პროდიუსერებს, ახლა მეც მივმართავ. თუ გაქვთ რაიმე შესაბამის, ანუ კასტინგის მენეჯერებს, შეგიძლიათ მიმართოთ. ძალიან რთულია სხვათა. ჩვენი TikTok-ს Instagram-ი და შეგიძლიათ მიწეროთ, დაუკავშირდეთ და ძალიან მინდა რომ მართლა გიხილოთ რომელიმე ფილმში. მეც ძალიან მოიდგეთ როგორ მინდა. სად ხედავს შენს თავს მომავალში სარკის გარდა? მომავალში? ანუ რა გეგმები გაქვს, მაგრამ შევცვალოთ კითხვა. ახლა სარკესთან რო ხშირად ხედავ შენ თავს ეგ კი. ზოგადად მომავალში თუ რამე გარკვეული პერიოდი. აი რაღაც პატარა ნაწილი რო გაგვამდო, რომ რა გეგმები გაქვს მომავალში. ხო, თვალისწემის მე მჯერა სხვათა შორის.
ყვავილზე რო გასწავლეს რამე მაგიც ხო არ გაურიეს რომ თვალი გეცა და რაღაცა. აი ვიცი. ზოგჯერ გძნობ რა, თითქოს და თვალი მაქვს ნაცნობი და კარგია, მოკლედ- ერთი, არა, მოგიყვებით, მაგრამ ესეც მინდა რომ მოგიყვებით. ერთი ნაცნობი მყავს და მივდივარ და შორე მე მგონი თვალი მაქვს ნაცნობი და ამო მიკითხე. დაიჭდება და პირველად რომ უთხარი ეგ რა, ზის ეს კაი რაღაცებს ჩურჩულებს ახლა თავისით. თან ანუ დანაუკავია ხელში თავზე რაღაცა დაიფარა და მეთქი ამ ხას ეძინება, თუ რა ხდება, ანუ თურმე და მე დაიწყო ტირილი ვარ. ვერ ხვდები ვაფშე რა ხდება, თურმე როცა თვალი გავს ნაცნობი, რა როგორ თქვა სწორად ამ თქნარებ, ამ თქნარებ. ხო, ეგ ემართებათ რა. ამის პირი არ გაჩერებულა. მოკლედ ოპერის მომღერალსავე თქონდა მეთქი ეს რა თვალი მგონი. ვაიმე ტირილი დაიწყო, ახლა თან შორი ადამიანია, ტირილი დაიწყო ესო რა თვალი გაქოშენო და მეო ჩაგიკითხავო ახლა ვასო და მეც იმაჯერე მე. ჩემი გეგმები. ახლა რა თქმა უნდა მაკიაჟის მხრივ მინდა განვითარება, მინდა გაფართოვება, მინდა ძალიან ბევრი ადამიანი მთხოვს ასევე რომ შევასწავლო მას მაკიაჟი, მაქვს კიდეც კურსები, მაგრამ ჯერ სახლიდან ვმუშაობ და აი ყოველთვის ანუ სამომავლოდ ვდებ რა, სანამ ჩემ ფართს არ გავხსნი, იქამდე არ დავიწყებ მოსწავლეების აყვანასგან, რამოდენიმე მყავდა, მაგრამ მაინც რა არ მეკომფორტულება ამის გაკეთება სახლში. და ისე გლობალურად და მასშტაბურად ჩემთან სიურპრიზი. არა, ეკრანზე ვხედავ. ეკრანზე. ეგია ხო თქვი ხო ეს. სცენაზე ვხედავ. აი ჩემი სიტყვებით, მე არ ვიყო თინა ბულაძეთ 11 სექტემბერს 2001 წელს დაბადებული, თუ თქვენ ეკრანზე არ დავინახოთ. ძალიან კარგი გისურვებ წარმატებებს. მოკლედ, სხვათა შორის ძალიან კარგი პროფესიაა და ჩვენაც გეგმავთ ხოლმე მსგავს რაღაცებს, რომ რაღაც უფრო ფილმის სფეროში და ეს ჩვენი ახალი პროექტიც მაგას ემსახურება, რომ ცოტა განსხვავებული კონტენტი შევქნათ და იმედია, რომ შენაც და ჩვენაც გაგვიმართლებს და მივახცევთ და გავაკეთებთ იმას, რაც გვინდა და სულით გულით წადია. მოკლედ, კიდევ ერთი თემა მაქვს შენთან განსახილველი. მე ახლა ცოტა ქორწილები, კარგია რა თქმა უნდა, ვიღებთ ჩვენ და გვაქვს ამ სფეროში გამოცდილება, მაგრამ მინდა გადავიდე ვიზაჟისტობაზე, მე მინდა ვცადო. ხო, ძალიან მინდა გეგე და ვიყიდე მე, ანუ ჩემი, რა ქვია მაგ ხუთი რასიც გიწყიანეთ ყველაფერი. beauty box-ი თუ რა ქვია? beauty box-ი ხო? ვაფშე მე кейს მეძახი მაგრამ. кейსი ხო, არ ვიცი, ანუ თან მასწავლი და მინდა რეკომენდაციები მომცე ჩემ შენაძენებთან დაკავშირებით. ხო და beauty box-ი შევადგინე და მინდა აი ესეთი ხუთი დამჭირდა. ახლა beauty box-ი მეც კი არ მაქვს. ხო, გოდორს უფრო გავს, ხო? ხო და შემიფასო მინდა და ანუ რეკომენდაციას თუ გამიწევს, ხა გავხსნი და გათვალიერებიეთ რა შევიძინე მაკიაჟისთვის რა და თუ გამომადგება მოკლედ. ამას შევცვლი მე რა. ერთ-ერთი წამყვანი ვიზაჟისტები კაცები არიან. საქართველოში არა, მაგრამ ისე მე ვიქნები პირველი. აჭარაში მithumas. მე ხო სულ პეატარძლებს ხო ვუყურებ და მე წინასწარ გამოცდილება მაქვს მაგაში. მოკლედ, დავიწყეთ. ანუ ჯერ რომ მოვა ძველი მაკიაჟი, ხომ და მოვაშორო ეგ მაკიაჟი, ვიყიდე ესეთი რომ აი ამით დავდები და გადაუკრავ და ეს ძველი დარჩენილი მაკიაჟი, ანუ ეს ძველი არაპროფესიონალი ვიზაჟისტების გაკეთებული მაკიაჟი რომ მოვაშორო რა. ხო მაგა გამომადგება. სახეც რო აახიობა რა. ეს შპაკლი თქვია ხა ბოდიში. მაკიაჟი ხო მასაშორებელია, ამის შემიძლია ავაშორო. სკრაბირებაცა. ხო იცი რაცა სკრაბირება. სკრაბი ვიცი? კრაბი. არა, სკრაბი არის ეგეთ პროდუქტი რა, საკმაოდ უხეშია, შაქრის კონსისტენცია აქვს და მაგით ზედმეტ მკვდარ კანს იშორება. ეგეთ კარგად მოაშორებს. კი ბატონო, აი ხედავ მასტერ კლასიც გამოდის თან. კარგია, მაგას გავითვალისწინე. კარგი, შემდეგში ახლა თქვენ ზოგადად ეს შეიძლება ის იმან არ იმუშაოს და ეს მაქვს ეს არ ვიცი როგორ კეთდება ჯერმენელა შედაც მასწავლი მე. ეს beauty blender-ია. blender, beauty blender. ამაც ეს მეორე მხარე თან მაგი აქვს, ან სპონჯი. ხო, სპონჯი, კი. სპონჯი. აი მე ნანახი მაქვს, ჩემს მეუღლეს აქვს, აი ესეთი გვალი როა. ის ბილია ცოტა, მაგრამ ესეც არ აუშავს, კარგია.
აი დანახული მაქვს ხოლმე, აი თქვენ რო ხელზე იმაშვებით, რა ქვია, მაკიაჟს რო ისმენთ. არა, მაგი არის, ნახე, ჯერ თავდაპირველად დამავიწყდა. ხელი არ უნდა გქონდეს მას, უნდა გაიკეთო ხელთათმანი. ხელთათმანი აუცილებელია, რომ ეს ჰიგიენურად იყოს დაცული ყველაფერი, მოიცა? მე სულ ამის გარეცხვა მოგიწევს და ხელს მოიშვა. გარეცხვა მომიწევს. მე ხომ არ ვიცხავ. მარი. აი ესეთ. ხელთათმანი ეს ახლა გავიხდი და მე ანუ გაკეთების დროს გავიკეთე, რა. ანუ მაკიაჟზე დავიწყებ, მე გავიკეთე. ხო, თქვენ ხელზე ხსნით და მე ვიყიდე, აი ესეთი ანუ ამაზე დაადებ, ფერებს დაალაგებ, რაც ხინდა. პალიტრას გავაკეთებ და რატო წვალობთ ამ ხელზე ვერატევთ ვერაფერს. ჩემი აზრით ეს აი ამასთან აქ შეგიძლია ესეთი აი ამით ასე გადაანაწილებ თქვენ რო აკეთებ აქ რა არის ეს არაპროფესიონალი აქ ბაქტერია რაღაცა ეს დეზინფექცირებულია და აქ შეგიძლია გავუკეთოთ მე ამას უფრო კარგად კეთდება მოკლედ რა ესე როლით კიდე ზოგჯერ ეს სანამ მივა ზოგადად ხომ მანამდე რაღაც პროცედურებს იტარებს ნუ ესეც ერთ-ერთი არის რომ თუ რამე დაჭირდა შესწორება, ანუ ძველი მაკიაჟის გამო ეს ერთად უნდა ამომეღო, მაგრამ არ ვიცი კარგად. არა, დამწყები ხარ. ანუ მე ჩემი აზრით, აი ამას რო დავიწყებ პროცედურას. ხო, ცოტა ისეთი შეგრძნება ექნება ჩემი აზრით და სკოჩი მინდა სკოჩი რო აი ლაპარაკობდე. ეს შემოვახვევ ამას, გიგა? ეგ მეც მინდა. ხო, შენაც დაგჭირდება სხვადასხვა ზოგი ბევრს რო ლაპა. ანუ ეს არის აუცილებელი პირობა, რომ ახლა იმ პროცედურას რო დაიწყებ, ხო? ამას გავუკეთებ ბოლოს რა, რო ვკითხავ, მოგწევ? არც რო დაასრულებ, შემოაკარიე. ეგ ვაფშე მე მჭირდება, იმდენს ლაპარაკობ მაკიაჟის კეთების დროს. ანუ ძალიან მიგრძელდება. და მე ქრები ურეკავე, რომ სადღარ გაგა. მაგიტო ველოდებით მე პატარ ძლებს ჩვენ 1 საათი ნომერში არ მოდიან. თურმე ჭორავ თქვენ. კარგი. კი, მაგან თუ არ უშველა და მაინც დაიწყო, ხო იცი პირდახურვით ლაპარაკობს ადამიანი. მაგ ესეთი ნივთი ახლა არ ვიცი შეიძლება დამჭირდეს მოკლედ. აი გამოუვალ მდგომარეობაში რა ზოგჯერ. ესეც ერთ-ერთი აი ეს არის უფრო ნაზი, ის ხო უფრო უხეშია. და ზოგს დიდი შუბლი აქვს და ამ შუბლზე გადაუტარებ რა ეს კარგად გადაანაწილებს. შემილია ამით. ხო ეს კიდე წამწამები ვისაც აქვს, ანუ წარბები აი ცუდ ადგილას რო აქვს ამოსული, ხო უნდა გადაუწმინდო რა, ამით ასე გადმოუწია, ამოვიღებ ზედმეტ წამწამს. არა, წამწამს ჩაუმაგრებ. პინცეტით ვაკეთებ მაგას და ხო ეს უფრო რამ ყარია ეს არ გატყდება. წარბებზე დაეკაჩები ამოიღებ ზედმეტს. ამით თუ ვერ დაინახე ზოგადად და წვრილია წარბი, შეგიძლია ეს აი აქ რო შვაში რო ამოდის წარბები, ხო იცი? აი ამ წარბებს და ეპილაცია ერთგვარი. ეპილაცია რო გავუკეთო, მიხდი ამით. ცხელია კი. გამოვა ჩემი აი ეს ლაზერი და რაღაცები ძველი ტექნოლოგია რაც არის. ეს ძველი ტექნოლოგია. ალექსანდრიდის ხო, ეს არის ყველაზე გამართლებული აქ დატენი, პრობლემა. იქ ღირს რა ღირს და ეს იაფია, 5 ლარი მივეცი ამაში. კარგი. და ეს всё, ეს ჩემი ბოქსი, ეს პატარაც მაქვს რომ რამე რომ ხო, წვრილ ადგილებში მივწდე. ეს არის სულ ჩემი ბოქსია, აბა, გამომადგება შენი აზრით. ანუ თუ მაკიაჟი არ გამომივიდა, იმდენი ბინა შენდება, რემონტებიც არის და გადავარპიტავი რემონტებზე. რა პრობლემაა. კაი, ამას მივხედავ მე. ჩაწერილი მყავს კლიენტი და მე იმას ჩავალაგებ, თან დღეს უნდა გავუკეთო მაკიაჟი. კი ბატონო, რომელს გამოიყენებდი აბა შენ პრაქტიკაში? ყველაზე მეტად რომელი მოგეწ? აი ამას. ამას გამოვიყენებდი? არა, ისე ამას გამოვიყენებდი. სულ დასვრილი მაქვს ხელი რა, სულთან ლაინერს ვერ ვიშორებ კარგად და ამას გამოვიყენებდი. ეს კაი რაღაცაა. ამასაც გამოვიყენებდი პირდაპირ. ნახე სწორად შემირჩევია, ბილია. თან დეკოლტესაც ხო ვაკეთებ და დეკოლტესთვის პირდაპირ. ანუ დააყენე და აული ჩოული. ამ მაგის տարიც იყიდება თუ რამე და მაღალი თუ მოვიდა ვიცი, ეიული ჩამოივა. მაგის პრობლემა არ მქონია მე. სახელური. შორიდან. შორიდან.
აი თქვენ რო გადაიწყებთ გადაღებას და იმ ტარით ასე შესასწორებელი მოხდა და კადრში რო გამოჩნდება. ჯოხი რო შემოვა მარტო, კი ბატონო. ანუ გამომადგება, ხო? საჭირო ნივთებია. კი. დავიწყო ესე იგი. არა, კლიენტები გამოუშვი ჩემთან. მე სხვათა შორის ვიდეოზე ვუშვებ თქვენთან. კი, არა, მე უთქვამთ ხოლმე. ახლა. კი, როგორ არა. მადლობა. მე ძალიან გულიანი ვარ. ჩემი ძმის ქორწილიც გადაიღეს. კი, მოვიკითხავ ძმას. ბაი. კარგი წვილი იყო. არის კიდევაც. მადლობა, გეიხარ. მოკლედ. გადავიდეთ ჩელენჯზე, ხო? ჩვენ მოგიმზადეთ ჩელენჯი. აჰა. თუ რა ჩელენჯი იქნება, ახლა ვნახავთ ერთად მაყურებლის. ზოგადად უნდა შეგიქმნათ რთული პირობები მაკიაჟისთვის და შენ ცადე, ახლა ვინმე მოგთხოვს ახლა პროფესიონალურ მაკიაჟ ჩელენჯისთვის რა. აი ასეთი ნივთები მოვიტანეთ. აი ამით უნდა გააკეთო მაკიაჟი. აია. ხარა. შემეშინდა მე უკვე. გადავინაცვლებთ ჩვენს საცდელ მაგიდასთან. სადაც დიკოს აქვს ესეთი მოკრივის ხელთათმანები. კაცში აღმოჩნდა ჩვენი მოდელიც, რომელზეც გამოვხდით ესეთი გითანაგზნოთ მარი. და ნახოთ, მე უბრალოდ აგენი გააკეთებ, მე დავცინებ. მე ხო იცი რომ ჩემი საფირმო მის მაქვს. ახლა დარტყმავ არ ვიცი. არა, რომ ესალმები ხარ. მე ყოველთვის ვიწყებ იმით რა, გამარჯობა მეგობრებო, ეს არის ჩემი ვიდეო ბლოგი. მას არავინ არ ამბობს უკვე. ტადამ. ხო, მაგრამ ასევე, ანუ როცა ვიღებ მაკიაჟს, ვამბობ, ეს არის ჩემი მეიქაპ ვიდეო ბლოგი. ანუ ყველა ამბობს ზოგადად ვლოგია, რაღაც ეგეთი. გასაგებია. როგორ იწყება ზოგადად, აბა? როგორი? ზოგადად. აიღე აბა. ესე არის. ანუ ჯერ თმას უკან გადავუწევ, რომ ანუ ხელი არ შემიშალოს რა. აი. ფუნჯი ხარ და. დამაგრდა. ოპ. მოხერხებული ყოფილი. ზოგადად ამას ხელზე ვინაწილებ. შეხوار გეშინია. ამერ ყომარ გეშინია. ანუ მე რომ მაღალი ვარ. ფუნჯი დაასხავდა. ოპ. აი რა, ახალი რო უყიდო შეძო. ეს არ მე. ანუ კაი რო. არა მოუშვებს, ხო? ამოუშვებ. ხახო ჯერ აქ დამაკელებ. კაი რა, თიკოშენ მიყიდი მაგის. გადაიტანა სახეს. არ დაიხარო. აი ეს ქვემოდან ვიწყებთ. ეს აუცილებელია რა და უნდა დავიწყოთ ქვემოდან და კარგად გადავუნაწილოთ. ნელ-ნელა რამას რო შეისწავლოთ დარტყმით. მე ხო ინსტრუმენტები მაქვს უკვე და? ხო, აი ეს. მაპატი. დაამუღამე შემგონი ნელა. რო დახვდე კლიენტებს ბოქსის ხელთათმანები. რამე არ მოგწონს. არ მოგწონს მაკიაჟი? ერთ ხელზე მინიმუმ დაგეკეთოს. მაგრამ მე რამდენი ბძოლაა ეს თქვენ? პირველი და უკანასკნელი. თიკო, მე როგორც ვიცი, შენ ვარჯიშობ და გამოცდილება გააქვს ბოქსის ხელთათმანების მოხმარების. ფიზიკი გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ სხვა დანარჩენი კი. ჯანსაღ. ზოგადად მე ვარ მოჭიდავების ოჯახიდან. სპორტს აქტიურად. ცოტა რაღაცე ვიცი რა. იმდენი მეყავ რომ ყვავილი რო დაიჭირო, იმდენი იყო. ანუ თან მე იმდენად მიყვარს მაკიაჟის კეთება, ეხლა ვაგერ მაგ აიღე კიდე. არა. მე მოხვალჩებ და ლაბაზად გადამას. ჩემი აზრით კარგად გადავანაწილე. მაინც მოიშვება, ანუ ამ ყველაფრისთვის კარგად გადავანაწილე. ახლა მარიცე კვაზე მიდის და იქ გამოაჩეს. ხო. აბა გადა. შეცვალა. დადო. შემდეგ უნდა გავაკეთოთ სახის კორექცია. ჩვენ ბოროტები რო უყურებთ როგორ წვალოს. რა მოხერხებული ყოფილ ხარ? აი მოჭიდავის ოჯახიდან რო.
ასო, ბრავო, გაიხსნა. ნუ ყველაზე რთული ნაწილი იყო. ნუ 10-იც იქნება, მაგრამ ნახოთ. თავის გადავუცი. აი ასე გამოვკვეთოთ ლამაზე. კარგად ნაწილდება ეს. რა არის? ისევ ავიღოთ. ეს რაუნდისთვის მოვიტანე, როდესაც დასრულდება რაუნდი პირველი. არა, სხვათა შორის ცუდი. არა, ხო? არა. აი, ზოგი ხელთათმანების garaშე ვერ აკეთებს. ზოგი ხელთათმანების garaშეც ვერ. 11 სექტემბერს მაქვს დაბადების დღე, თუ გინდათ რომ რამე მაჩუქოთ. 4 თვე გაქვთ იმისთვის რომ მოიფიქროთ. ჩემი აზრით ეს თაიგულის დაჭერაზე უნდა წაიღო ეგ ხელთათმანი. კაცი ძალიან მაინტერესებს ახლა შედეგი. წირო ბიჭები დაგიდგებიან. გამოგაჭირა. არა, ცუდი. ნორმა რა. აქ რა ხდება? დაჟე დახურა. ბლაში უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ეს არა ქვია. კაი გამიხსნა. და ჩამიდე, აი. იმისთვის, რომ ანუ ჯანმრთელი ვიდი მივცეთ რა. ხო, აი ეტყობა რომელი ორი ფერი მოწოს ძალიან. მაგრამ ცოტას ხელზე მაინც გადავნაწილებ. ჩემი ინსტრუმენტი სად არის ის რაც ის თქვენი? აქ უნდა წავა. ეგ მომეცი. ხელზე რო აკეთებ. საკმაოდ პიგმენტურია სხვათა შორის, ხელები მე მედგინა. აი ამით იბრძვი. ის ხელზე რო აკეთებ, აი ეს ინსტრუმენტია. ხო, აი აიღებ ზედმეტ იმედი არ გამოგაყარის ხვალ. მაგით ხო? არა, ეს დეზინფექცირებულია, მე სუფთად მუშაობ. რა მომოგწონს? მიმართავ პატარ ძლებს თუ გინდათ ასეთი სტილში მაკიაჟის გაკეთება. ასე ექსტრემალურად. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თიკოს. ისე არ მიცნობე როგორც თიკოს. მართლა? აა, როგორ აბა? თიკოში. თიკოში. იბატონ, უფრო საყვარელი სახელი. კი, სხვათაშორის ეგეც მე მოვიფიქრე. სინამდვილეში არა, ვიღაც ქალმა დამიძახა 14 წლის რო ვიყავი თიკუში. ანუ რუსი იყო რა და ეგ ხუიცი ან ცოტა აი ჩასწორება საყვარელი. ხო რა და იმან დავიძახა თიკუში და მეთქი რა მომეწონა. თქვენ სავარაუდოდ დააკვირდებოდით იმას, რომ პატარძლები სულ ბდღვიალა იგენით არის. აი რა ამბა, უი იქვე დავაწვევი. აიღე. So, works. არა, შავს გიყიდის რამაზი მე რამას. ანუ ჰაილაითერი ყველას. გონით სამთვალა მეუღლე უნდა დავჭეს. აბა. დიდი თვალები, მაგრამ ასე მარტივი არა. თვალები ქვევოთ? ნამდვილი პროფესიონალია რა, ნამდვილი პროფესიონალი. ისევ დიდ ფუნჩს ავიღებ. ხო. აი რა. პროსტა დავამგავე. როგორ და შეიძლება აღარ გააკეთო ხელებით მაკიაჟი და სულ ხელთათმანებით იმუშაო. უბრალოდ მე ვიცი რომ თქვენ არ გიყვართ სავარაუდოდ ვიდეოგრაფებს და ფოტოგრაფებს ბევრი ჰაილაითერი, იმიტომ რომ კადრში ყოველთვის თან მზეზე ცუდად ჩანს. ამიცაც გააჩნია. ხო, მაგრამ ტეზონას როცა კარგად უყუდრავ, ტეზონა ეს არის, ანუ ისე ძალიან არა, რავი, ჩემი აზრით. ანუ ყოველთვის ვცდილობ გავითვალისწინო რა, როცა პატარძალი მოდის ან ვიღაც ისეთი ვინც გადაღებაზე მიდის, რომ გავითვალისწინო ის, რომ კამერა ხო ნახევარფერებს ჭამს, ჯერ აქედან დავიწყო. ეხა ისეთი კამერა ვიყიდეთ რო არ ჭამს. არა? ახლა ყველას ხო არ ექნება თქვენ მიდით მემო სტუდიაში და მხოლოდ მემო სტუდიას გადააღებია თქვენი ქორწილი, რომ ისეთი კამერა აქვს, რომ არ ჭამს არაფერს. იო. ხო, მაგრამ მაინც ისე უნდა გაითვალისწინო, რომ ძალიან ბევრი სტუმარი ეყოლებათ. კი. მე მაგალითად მომწონს, რომ ცოტა ხავერდოვანია რა, ანუ კანის ფერი რო არის, ცოტა ბარხატი, არა. მეც ნაზიმე ჩვენება. ნახოთ, აი ეს შედეგზე ხო? ხო, ამ ხელს ჩემი. იმე. აგრეზინა აქვს. აი, so. თუ შემიერთე? რა უცნაურია. თავი გამიჩერე. მოვიტანო ჩაკუჩი. ანუ სადვარ. თავი
ჰყავს მეცხვიარე ფიქსის და ერთ ჩაგუჭო დავე დისკოჩი მოიტანე ძალიან ბევრ შაბანაკობს ეს. ესე ქირურგიული სიზუსტით კეთდება ყველაფერი მიუხედავად ხელთათმანებისა. ჰოპ, ნანინა, ჰოპ, ნანინა. აი, ცოტა დარჩა. სხვათა შორის ქმრებს მოწონთ ჩემი მაკიაჟები. სულ მეუბნებიან, მე რომ მოდიან, რომ ჩემ ქმარ ერთადერთი მაკიაჟი იყო, რომელიც ჩემს ქმარს მოეწონა. ჩემი აზრით ეს ყველაზე კარგი შეფასებაა. ქმრისგან თქვენ ხო ვერიტანთ მაკიაჟს? შეკებული მაკიაჟი. ატო ვერ ვიტანთ, თუ მიხვდები ამას. მე კიდე არ მიყვარს, როცა კაცები ფიქრობენ, რომ მაკიაჟს ვიკეთებთ მათთვის. არა, მაკიაჟს ვიკეთებ, იმიტომ რომ მე მომწონს. თვითონ პროცესია დაუმშვიდებელი ფსიქოლოგიურად. ახლა რა შეგედავებით ხელთათმანები გიგეთ. ხედავენ. მიდი და შედავე. და კიდე იციან, ძალიან ცუდი კომენტარების დაწერა ბიჭებმა, რომ აი, ნუ თუ მაკიაჟი გიკეთია ვიდეოში, მიდი აბა უმაკიაჟეთ და გვენახე. აი, შპაკლი რომ მოგაშორო რა დარჩება. შენ არ იცი ხო როგორ გამოიყურე ბიჭო? არა. კაი, ახლა მასත් საშინლად და აჰა. დაჟე თავიც და აჰა, ყოჩა. არ წაიქცა ნახე. ტუშ ჩემი მე ხარ. ჩემი აზრით საკმარისია, ხო აი ეს. მოკლედ. ისე ნახე ძალიან კაი მაკიაჟებს ვაკეთებ. ეგ არ ჩავთვალოთ. მოკლედ, მეგობრებო. ჩვენი აი ნახეთ შედეგი. ოხსნათ ხელთათ. მე რა კაია. ძალიან ცხადია. ეს იყო ჩვენი ჩელენჯი ტიკოშასთან ერთად. როგორ გამოვიდა? როგორ შეაფასებდი შენ მაგას? მე არ ვიცი ხო ეხლა. შენ არის ჩაიხედე ამ. მაჩვენე. კაია. ანუ არა, ისე ძალიან საშინელი ხო? პირად ნომერი ეს გიგანა. მომეწონა. წარმოიდგინე, ეგ ზოგადად, ეგ ჩემი საფირმოა რა, კანს ვამუშავე, უიდეალურესად, მაგრამ ეხლა არა. ძალიან კარგია, მართლა აი მართლა მომეწონა. შენ ისე რა სიზამ ქალო. ავასწავლო. ეს იყო ჩვენი ჩელენჯი ტიკოშასთან ერთად, ხოსო რა თქვი? არა, როგორც გიდა ის რა. ხო, ვისაც მოგწონთ ჩვენი კონტენტი და ზოგადად ჩვენი რუბრიკები, შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩვენი არხი. ტიკოს ინსტაგრამი იქნება აი აქ. შეგიძლიათ გადახვიდეთ, გამოიწეროთ ჩვენი არხი და ულამაზესი მაკიაჟი გაიკეთოთ, რა თქმა უნდა. ჩვენ კი გემშვიდობებით. კარგად იყავით. მადლობა ტიკო. მე მადლობა თქვენ. კარგად. კარგად. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ მარი და ეს არის ჩემი რუბრიკა ერთად ვნახოთ. დღეს ჩემი რუბრიკის მთავარი წევრები იქნებიან იფსის გლამბეგ და იფსის ბოქსი ჩარმის კოლაბორაცია. შეგიძლიათ გამოიწეროთ იფს ესეთი ბოქსი, არის უფრო დიდი ბოქსებიც, რომელშიც არის full size-ები, აი მაგალითად ამაში დევს უფრო travel size, ან პატარა ნივთები. ამაში ვიცი რომ იქნება უფრო დიდი მოცულობის ნივთები და აუცილებლად ერთად განვიხილოთ რა იქნება მასში. აბა ეხლა მე გავხსნი ამ ყველაფერს და ნახოთ. ვაუ! ესეთ ფლაიერი ახლავს. უკან წერია აქ აქვს QR კოდი და შეგიძლიათ რომ ნივთების დეტალები ნახოთ, ფასები ნახოთ. ეს ბოქსი ღირს $30, ეს $14. და შიგნით არის მოთავსებული $200-მდე პროდუქცია. თითო რომ ცალკე გამოიწეროთ, ღირს ძალიან ძვირი. ძალიან ბიუჯეტურად შეგიძლიათ გამოიწეროთ ორიგინალი კოსმეტიკა. ვიცი რომ ბევრმა იცის ეს, მაგრამ ბევრმაც არ იცის და ვისაც დაგაინტერესებთ როგორ უნდა გამოიწეროთ, აუცილებლად მომწერეთ და ყველაფერს აგიხსნით. პირველი ნივთი არის აი ესეთი ფუნჯები. ეს არის Luna Magic Face Brush Set. ძალიან მომწონს ესეთი ფუნჯები, იმიტომ რომ კარგად ანაწილებს პროდუქციას სახეზე. შემდეგი ეს არის ტუში და რომელსაც აწერია ესპრესო. ესპრესო სავარაუდოდ არის ყავისფერი. ეხლა გავხსნი.
ეხლა მე ტუში მისვია, ეხლა ვერ დავტესტავ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგი იქნება ეს. შემდეგი პროდუქცია არის Rare Beauty-ის. Rare Beauty არის Rihanna-ს ბრენდი, ძალიან ცნობილი ბრენდია. და ეხლა ჩვენ გვაქვს eyeliner, ანუ ლაინერი, თვალის ლაინერი. ესეთი თეთრი ფერის არის. პასტის მაგვარი თავი აქვს, აქ ცოტა დასვლილია, მაგრამ არა უშავს. ნახეთ როგორი პიგმენტურია და თვალზეც ძალიან კარგი იქნება. ეს არის შავი ფერის. შემდეგი, ეხლა უკვე ძალიან მომეწონა ეს 3 ნივთი და რა ვნახავთ რა იქნება შემდეგი. Oh my god, Ofra Midi Palette Blossom Blush. ბლაშების ნაკრები. ვნახოთ აბა როგორი ბლაშების ნაკრებია. Wow! 3 ფერი აქვს. ცოტა მუქი, ჭყვიალა და ოდნავ ღია ვარდისფერი. და აი ამ ფუნჯებით რაც მოყვა, შეგიძლიათ რომ ესე გადაისვათ ბლაში. ადრეს მქონდა ის გამოწერილი და ძალიან მაგარი, ანუ დღემდე მაქვს, მართლა ძალიან კარგია და დიდხანს ძლებს კანზე. Okay, next. და ბოლო ნივთი. ესო. ეს რაღაც დევს და ესეთი საყვარლობა 5 აქვს. Ups. აუ რა კარგი ფერებია, ძალიან ლამაზი ფერებია, ნახეთ. Natasha Denona-ს თვალის ჩრდილების პალიტრა. გთხოვთ, ნახეთ უბრალოდ როგორი ფერებია. სხვათა შორის ეს ფერები ნებისმიერ თვალის ფერს მოუხდება. ჩემი აზრით, ისეთი სადა და ლამაზი ფერებია. ძალიან ლამაზი ფერებია, იმიტომ რომ ერთმანეთთანაც წავა და ძალიან ბუნებრივი და არა ზედმეტი რაღაც ფერებით მაკიაჟი გამოვა. ეს 5 ნივთი ერთად $30 არის ძალიან კარგი ფასი და თანაც არის ორიგინალი ნივთები. შემდეგზე გადავდივარ აი Ipsis Glam Bag. Oh yes. ძალიან მაინტერესებს აქაც რა დევს. სიმართლე რომ გითხრათ მე ჩავიჭყიდე, კიდე მიმალავდა რამაზი, მაგრამ მე მაინც ჩავიჭყიდე და ვნახელები იყო. ნახეთ როგორი საყვარელი ჯანდაქვს. აი ესეთი ჩანთა მოყვება. შეგინთ აქვს ამასაც ესეთი ფლაიერი. სადაც შეგიძლიათ რომ ნახოთ QR კოდით ეს ნივთები, ფასები, დეტალები, ყველაფერი შეგიძლიათ რომ ნახოთ. ძალიან საყვარელია. კომპაქტური ჩანთა. შემდეგი ეს რა არის? ნახეთ აბა. ეს არის გლოსი, აი ესეთი სახით. როგორ ამოდის ვერ გავიგე. ვერ გავიგე როგორ ამოდის, მაგრამ ან ჩოლებრად უნდა დავატრიალოთ. ამას მე ინტერნეტში ნახავ როგორ აი ვსო ამოდის მგონი ხო. ესეთი ძალიან საყვარელი და ძალიან კარგი ფერი იქნება. ეხლა ვერ დავტესტავ მისვია რაღაცეები და აზრი არ აქვს. ტონერი, რომელიც არის Glow Recipes. ესეთი პატარა მოცულობის, ძალიან კომპაქტური იქნება, სადმე წასაღებად. პრაიმერი. ნახეთ როგორი საყვარელი პრაიმერია, პატარა პრაიმერუკა. პრაიმერუკა არის ეს. შემდეგი არის, აი აქაც ამოვიდა თვალის ლაინერი, მაგრამ ვხედავ რომ აქ რაღაც სხვა ფერი აქვს და სავარაუდოდ იქნება სხვა ფერის ლაინერი. აბა ვნახოთ. ნახეთ როგორი უცხო ის აქვს. შეფუთვა და აღნაგობა. აჰა, ოკეი. ეს არის საერთოდ სხვანაირი ლაინერი. აქეთ მხარეს აქვს ესეთი ფუნჯი, ჩასაშლელი. მე ეხლა ამას წავისმევ. ესეთი ფერია რაღაც ძალიან განსხვავებული. შემდეგი და ბოლო ნივთი არის You and Me in Miami. ოკეი, ძალიან კარგი იქნება. ვაუ, როგორი საყვარლობა ფერები არის თვალის ჩრდილების. მე რახან ამდენი თვალის ჩრდილების პალიტრა ამომივიდა, ანუ ესეც მაქვს, ესეც და კიდევ ძალიან ბევრი მაქვს და დამიგროვდა. მოკლედ გადაწყდა, რომ უნდა გავათამაშო ეს ყოველივე, ანუ რაც იდო აი ამაში, 5 ნივთია მოთავსებული ამაში, რომელიც გათამაშდება. ტონერი, პრაიმერი, თვალის ლაინერი, რომელიც ძალიან მაგარია, მართლა ძალიან მაგარი და უცხოფერია, lip glossy, ტუჩსაცხი და ესეთი თვალის ჩრდილების პალიტრა.
და თანაც მოყვება ესეთი ძალიან საყვარლობა ჩანთა. ვისაც გინდათ რომ მოიგოთ ეს ყოველივე, უნდა დაგვიწეროთ კომენტარებში ერთად ვნახოთ. თავარი დეტალი არის ეგ, ერთად ვნახოთ და შემდეგ რაც გინდათ დაწერეთ, ანუ ნებისმიერი რამე. კომენტარებიდან შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდება გამარჯვებული და მას გადაეცემა ეს ყოველივე. ბოლოსკენ მინდა გითხრათ, რომ თუ გაქვთ სურვილი, რომ თქვენი ნებისმიერი პროდუქტი, ლოკაცია, ბიზნესი, რომ ვნახოთ ერთად, დაგვიკავშირდით აი ამ მოცემულ მაილზე, აი ამ გათამაშების გამარჯვებასაც გაჩვენებთ, ვინ იქნება ის იღბლიანი, ვინც ჩემი ვიდეოდან გაიგებთ unbox-ების შესახებ და მოგეწონებათ, მომწერეთ, დამიწერეთ კომენტარებში. რომ მომეწონა მარი შენი ვიდეო. ძალიან მომეწონა მარი შენი ვიდეო და კიდევ გადაიღე რა, გთხოვ მარი კიდევ გადაიღე. ესეთი რაღაცები დამიწერეთ. ძალიან გამიხარდება, ხო? მე კი დაგიბრუნდებით შემდეგი რუბრიკიდან. აბა, კარგად.